მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ევროკავშირთან ერთად დიდი ბრიტანეთის მიმართაც არსებობს მოლოდინი განსაკუთრებით როცა ეს ეხება სანქციების პოლიტიკას, ჩვენ ვიცით, რამდენად ასე ვთქვათ, შეესაბამება ხოლმე დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები, თუ კი ასეთი გადაწყვეტილება აქვს შეერთებულ შტატებს მიღებული და ასეთი გვაქვს სახეზე შტატების მიერ დასანქცირებული ლიდერები საქართველოში. გქონდათ თუ არა ამ თემებზე საუბარი დიდ ბრიტანეთში, მოგვეყევით განწყობები, როგორია ამ მიმართულებით? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ჩართვის შესაძლებლობისთვის. დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით და კონკრეტულად სანქციების მიმართულებით. ბიძინა ივანიშვილზე სანქციებს გულისხმობდა მის გარემოცვაზე ბუნებრივია. რატომ? ერთი, იმიტომ რომ დიდ ბრიტანეთს არ აქვს ის კონსენსუალური გადაწყვეტილების მიღების პროცესი და აუცილებლობა, რაც არსებობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც ვიცით, რომ ივანიშვილის ერთადერთი ევროპელი მოკავშირე ვიქტორ ორბანი, რომელიც სამწუხაროდ ასევე ვლადიმერ პუტინის მოკავშირეთაც გვევლინება ხოლმე რიგ საკითხებზე, ბლოკავს ევროკავშირის მხრიდან ფინანსური სანქციების დაკისრებას ბიძინა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოქალაქეებს და საფრთხეს უქმნის მათ შორის უვიზო მიმოსვლის საკითხს, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთეა და ბევრი ადამიანისთვის და ბევრი ოჯახისთვის პირდაპირ ერთადერთი შემოსავლის წყაროა, ის რომ თუნდაც დროებით ევროპაში ჩამოვიდნენ ხოლმე სამუშაოდ. ეს წინაღობა, ასე ვთქვათ, არ არსებობს ბრიტანეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და შესაბამისად მას გააჩნია ეროვნულად ამ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა ეროვნულ დონეზე. ამ გადაწყვეტილებას მიიღებს სახაზინო სამინისტრო, ანუ დეპარტამენტი, ასე ვთქვათ, და ასევე საგარეო უწყება. საგარეო უწყების ძალიან მკაცრი განცხადება ჩვენ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, როდესაც მინისტრი სტივენ დაუტი იყო მნიშვნელოვან ზარზე სხვადასხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად, რის შემდეგაც საგარეო უწყებამ ღიად თქვა, რომ ყველა ვერტეტი, ყველა მექანიზმი დევს მაგიდაზე და განიხილება იმისთვის, რომ შევაჩეროთ ივანიშვილის რეჟიმის მოქმედებები, რომლებიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთს და ატარებს რუსულ ინტერესს და ამით ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩევანს და ასევე, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკას, რასაც ორმხრივ ურთიერთობაში ატარებდა ბრიტანეთი საქართველოსთან მიმართებაში, ხო? ახლოვდება ეს პროცესი, თქვენ ელოდებით უახლოეს პერიოდში რაიმე ძვრას? კი, ველოდები. ერთი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ბრიტანეთს შეუძლია იმოქმედოს და დამოუკიდებლად ეროვნულ დონეზე მიიღოს ეს გადაწყვეტილებები და არავის სხვას, ასე ვთქვათ, არ გაუწიოს ანგარიში. განსხვავებით მაგალითად გერმანიისგან, საფრანგეთისგან, რომელსაც უწევს დანარჩენ, სულ 27 წევრი ქვეყანაა და იქ კონსენსუსი უნდა შედგეს ამ ფინანსური სანქციების განსაწესებლად და ბრიტანეთს შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღოს ეს გადაწყვეტილება და გააკეთოს გაცილებით უფრო სწრაფად. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრიტანეთი, ეს ერთი. მეორე, რატომ არის დიდი ბრიტანეთი ძალიან მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს მნიშვნელოვანი აქტივები აქვს ბრიტანეთში და ბრიტანეთის ტერიტორიებზე, ისევე როგორც მის გარემოცვას. მაგალითად, ირაკლი რუხაძეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, ჩემი აზრით, დღესდღეობით ბიძინა ივანიშვილის მსახურებს შორის. რატომ? იმიტომ რომ ის არის მთავარი დამფინანსებელი და მფლობელი, მთავარი პროპაგანდისტული არხის იმედის, რომელიც არის ჩვეულებრივი ქვედანაყოფი რუსული პროპაგანდისტული არხების, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან საქართველოს ეროვნულ ინტერესს და საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს, იმიტომ რომ მუდმივად პროპაგანდირებენ რუსულ მესიჯებს, რუსულ გზავნილებს, რუსულ ნარატივებს და ქმნიან საერთოდ რუსულ პარადიგმას, რომლითაც ცდილობენ, რომ ტვინები გამოურეცხონ საქართველოს მოქალაქეებს, რომ დააჯერონ 1000 სისულელე გლობალური ომის პარტიის შესახებ, რაღაც მასონების შესახებ, ამოატრიანო ინვერსია მოახდინოს, ასე ვთქვათ, ტყუილის და მარცვლის, მათ შორის იმასთან დაკავშირებით თუ სად არის მშვიდობა, დააჯერონ საქართველოს მოქალაქეები იმაში, რომ მშვიდობა შესაძლოა იყოს რუსეთთან, რაც არის სრული აბსურდი.
მაშინ როდესაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთადერთი რეალური სტაბილურობის პერსპექტივა, რაც საქართველოს გააჩნია, არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ხო, ანუ ეს არის ეს ყველაფერი რუსო არის ერთმნიშვნელოვნად კრემლში დაწერილი სცენარი, პროპაგანდისტული ხაზები, რომელსაც იმეორებს მე მაინტერესებს რა განაპირობებს სანქციებს შებოჭვა ხელისუფლების პოლიტიკა კი ბატონო ერთი კითხვა მინდა დაგისვა კი მათ რა თქმა უნდა რა იქნება მათთვის მოტივატორი სამომავლოდ რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღონ ისინი აკვირდებიან ქართული ოცნების პოლიტიკას პროტესტ ქვეყნის შიგნით ამდენად მასშტაბურია ისევ ოპოზიციის მოქმედებებს იმიტომ რომ ბოლო დღეებში მაგალითად ქვეყნის შიგნით რაც განიხილება ოპოზიციაში რაც ეხება ადგილობრივ არჩევნებს ასეთი მოსაზრებაც გაჩნდა რომ პროცესში მონაწილეობა ასევე შეაფერხებს სანქციებს ეს არის ერთმანეთთან კავშირში აი რას გეუბნებიან ნახეთ რუსო ამაზეც მე არაერთხელ მისაუბრია და ძალიან მოხარული ვარ რომ გუშინდელმა ევროპარლამენტის ანგარიშმა ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოხსნა და წერტილი გაუსვა იმ დისკუსიას თუ რა დამოკიდებულება აქვს დასავლეთს ამ შემთხვევაში კონკრეტულად ევროკავშირს იმ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გეგმავს 4 ოქტომბერს როდესაც ევროპარლამენტმა ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეფასებასთან ერთად და მათ შორის არ შემიძლია რა აღნიშნო ის თუ როგორ აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას ევროპარლამენტი, როდესაც ამბობს, რომ სწორედ ამ პარტიამ პრეზიდენტი სააკაშვილის ხელმძღვანელობით გაუკვალა ჩვენს ქვეყანას გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ და გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციაში, ბევრ სხვა მნიშვნელოვან განაცხადთან ერთად ძალიან მკაფიო ჩანაწერია 4 ოქტომბერს დაგეგმილ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სადაც ევროპარლამენტი ამბობს, რომ ეს არ არის შესაძლებლობა რომ აისახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული და თავისუფალი ნება და რომ პირიქით რომ ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები იქნება მცდელობა რეჟიმის მხრიდან რომ მოიპოვოს ლეგიტიმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ეს სამართლიან პროცესად თუმცა რა კავშირია სანქციებთან ეს მინდა კი თქვენს კითხვას რომ დაუბრუნდეთ სანქციები რასთან არის კავშირში რეჟიმის დელეგიტიმაციასთან, რეჟიმის არაღიარებასთან, ხო, საერთაშორისო არაღიარებასთან, მათთვის ლეგიტიმაციის არ მინიჭებასთან და პარტნიორების ჩამოყალიბება იმაზე, რომ ივანიშვილთან, ტერორისტთან, რუსთან, დიქტატორთან მოლაპარაკება შეუძლებელია და ამიტომ არჩევანი ერთადერთი, რომელიც ახლა დემოკრატიულ სამყაროს დარჩენია იმისთვის, რომ ეს დიქტატურა და ივანიშვილი როგორც უკვე დიქტატორი რომელსაც ასევ და ამგვარად მოიხსენიებენ შევაჩეროთ იმისთვის რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი და ქართულ ხალხს დარჩეს ამ ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზების შესაძლებლობა და რეალურად ამით გადავარჩინოთ ქართულ სახელმწიფო ერთადერთი ბერკეტი რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ არის არა აღიარება, არა მოლაპარაკება, არა გარიგება, არამედ სანქციები. ამ ბერკეტის ამოქმედება მერწმუნეთ ძალიან კარგად ვიცი როგორ ხდებოდა ამ გადაწყვეტილებების ფორმირება, იმიტომ რომ მრავალი წელია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ხო? ხა როდის რა ვიცი, წლების წინ ყოველ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, წევრები ჩვენ ყოველთვის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვესაუბრებოდით ხოლმე ფინანსური ივანიშვილზე ფინანსური სანქციების დაკისრების აუცილებლობაზე, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო მომწიფებული კონიუნქტურა ჯერ დასავლელ პარტნიორებს რომლებიც დემოკრატიული პრინციპებით ხელმძღვანელობენ ყოველთვის და რა თქმა უნდა მათთვის ეს არის უკანასკნელი ზომა ხო სანქციების ამოქმედება რატომ იმიტომ რომ საქართველოს მოწინავე ქვეყანა იყო კი ბატონო თუმცა ერთი კითხვა მაქვს თუ ოპოზიციაში პოზიციები არ შეიცვლება თიკა თუ ეს ამგვარი შემოწმებიან პროცესში მაქვს კითხვა აღარ დასანქცირდება გაჭირდება ოცნების ლიდერების დასანქცირება იმიტომ რომ ისინი უყურებენ ოცნების პოლიტიკას, რომელსაც აფასებენ ანტიდემოკრატიულად, საგარეო კურსის რადიკალურად ცვლილებად, ადამიანის უფლებებზე ამახვილებენ ყურადღებას, პოლიტიკურ კორუფციაზე. ანუ თუ მაგალითად ზოგიერთები არჩევნებში ჩაერთვებიან, ეს პროცესი დასრულდება, გააჩერებს ეს რამდენიმე პარტია ამ პროცესს. რუსო, ძალიან სწორი კითხვაა. უბრალოდ
იმისთვის რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იმოქმედონ, მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაინახონ გარკვეული ძალა და ერთობა, ხო, პოლიტიკურ დემოკრატიულ ძალებში, ანუ პოლიტიკურ პარტიებში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ სიცხადისთვის, ამ კაფი ოპოზიციისთვის, ამ ერთიანობის დემონსტრირებისთვის, იმისთვის რომ მათ აღარ იჭოჭმანონ, რომ მათ დროულად ამოქმედონ სასანქციო მექანიზმი და ეს გააკეთონ იმ სატავანძო პირებზე, რომლებზეც ჩვენ გვაქვს მათთან კონკრეტულად საუბარი, რა თქმა უნდა, ერთიანი პოზიციის არსებობა, მათ შორის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, თქვენ როგორ გესმით? თუმცა, რუსო, თქვენ ძალიან სწორ კითხვას ვართ, იმ თვალსაზრისით, რომ ეხა ის რომ სამწუხაროდ ლელომ ძალიან მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და ის რომ ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო, ამაში დარწმუნდებიან მათ შორის 4 ოქტომბერს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს სპეცოპერაცია საერთოდ არ შედგეს, მაგრამ რა ფორმითაც არ უნდა შედგეს, ელექტორალურად ლელო ძალიან მძიმე დღე დაუდგება იმ მძიმე შეცდომის გამო, რომელიც მათ დაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და შესაბამისად ივანიშვილის თვის ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობა, ყოველ შემთხვევაში ამაში თანამონაწილეობა იქნებოდა უმძიმესი შეცდომა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, თქვენ ძალიან სწორ აქცენტს აკეთებთ იმაზე, რომ ეს გამორიცხავს სანქციებს. ბუნებრივია, არა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და დიდი იმედი მაქვს, რომ კონკრეტულად დიდი ბრიტანეთიდან ძალიან მოკლე დროში რამდენიმე პირი უკვე დასანქცირდება და ეს დაიწყებს უკვე ახალ ტალღას სანქციების მაგრამ თინა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 4 ოქტომბერი არ შედგეს, ეს მინდა რომ გამიმარტოთ. გუშინ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მკაფი ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ის არ ემხრობა, არ მოსწონს ეს იდეა, თუმცა აქვე ასევე არ მოსწონს ბოიკოტის კამპანია, რადგან ფიქრობს, რომ შედეგიანი შეიძლება ვერ აღმოჩნდეს, იმიტომ რომ რაღაც არსებობს რისკები, რომ მაინც ეს კამპანია ეფექტური ვერ იყოს. როცა ამბობთ, რომ 4 ოქტომბერი ადგილობრივი არჩევნები არ მოხდეს, ყველაფერს გააკეთებთ, რას გულისხმობთ ეს კითხვა მაქვს და ასევე მაქვს კითხვა თვითონ 4 ოქტომბერზე, როცა თქვენ აპირებთ შეკრებას, რა მიზანი ექნება ამას. თუმცა პირველ კითხვაზე მინდა პასუხი. ხო, სიმართლე გითხრათ, მეც არ მაქვს მკაფიო პასუხი თქვენს კითხვებზე, იმიტომ რომ მეც ვერ გავიგე რეალურად, ანუ რისკენ მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილი ან საქართველოს ხო, ან საქართველოს მოქალაქეებს, რომელი ნაწილი ვერ გაიგეთ? პროტესტის მონაწილეებს. ნუ აი რა ვიცი, რა განაცხადიც ეს იყო, ისევ როგორც ბოლოს მისი რუსთაველზე გამოსვლის დროს, რომ გამარჯვება არც ბოიკოტზე გადის, არც მონაწილეობაზე, არც შიმშილობაზე, არაფერაზე გადის გამარჯვება. გამარჯვება გადის ერთიანობაზე, გამარჯვება გადის სიმტკიცეზე, გამარჯვება გადის ბრძოლაზე, გამარჯვება გადის კონსოლიდაციაზე, მოქმედებაზე. რაღაც აქვს სურვილი, რომ ის ირგვლივ პლატფორმა რაც არსებობს, ის გაფართოვდეს და გაძლიერდეს და აქცენტი გაკეთდეს ამ პროცესზე, ვიდრე ადგილობრივ არჩევნებზე. ჩვენი ამოცანა ხო რაღაც ილუზორული ფორმატის და კონკრეტული პირის მათ შორის თვით აქტუალიზაციაზე ზრუნვა არ არის, ხო? ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მივახციოთ კონკრეტულ მიზნებს. და ჩვენი კონკრეტული მიზანი, რომელიც ამოძრავებს დღეს ნაციონალურ მოძრაობას, ისევე როგორც 7 სხვა პარტიას და მათთან ერთად ჩვენ გავაკეთეთ ეს განაცხადი, არის ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობად წოდებული რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც გეგმავს ბიძინა ივანიშვილი არ შედგეს. რომ ჩვენ დავარწმუნოთ საქართველოს მოქალაქეები, ანუ არ მიიღონ მონაწილეობა მოქალაქეებმა. მონაწილეობა, დიახ, და რა საუბნებით საკუთარ ამომრჩეველს, ეს კითხვა მართლა მაქვს როგორც მოქალაქეს, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და არჩევნებს უყურებს როგორც მის ხელში ბერკეტს თუ შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს რაღაც ცვლილებების მისაღწევად. შეიძლება ამ ცვლილებებს მარტივად მიღწევაც მე ვერ ვხედავდე, თუმცა როცა პარტია მეუბნება რომ არ წახვიდე არჩევნებზე, ეს როგორ მართლდება, შეგიძლიათ განგვიმარტოთ, იმიტომ რომ მოქალაქეები ახლა ალბათ 28 ნოემბრის შემდეგ როგორადაც არიან მობილიზებული, რთული წარმოსადგენია სხვა პერიოდში ასეთი მობილიზება, რაც ახლა აქვს კრიტიკულ მასას. მესმის, როდესაც თქვენ სვამთ კითხვას რიგითი ამომრჩევლის პოზიციიდან, როდესაც რიგით ამომრჩეველს
სახლში შეუვარდებიან, წაართმევენ პირადობის მოწმობას, შემდეგ დაემუქრებიან მისი ოჯახის წევრის სამსახურიდან გათავისუფლებით. ან ფიზიკური ანგარიშწორებით. როდესაც შემდეგ მივლენ საარჩევნო ყუთთან და იქაც სუსის წარმომადგენელი თავზე დაადგება და მასზე მოახდენს ზეწოლას. ეს არჩევნებია? ეს არჩევნები არ არის. რა შემიძლია სხვა გავაკეთო? საპარლამენტო არჩევნები მე რა შემიძლია სხვა გავაკეთო, როცა ამ პრობლემებით დამძიმებულს მინდა ჩვენ ცვლილება? უნდა ვორგანიზდეთ იმისთვის, რომ იყოს წნეხი რეჟიმზე ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ. და რა საჭიროა მაშინ 4 ოქტომბერი ამისთვის რაღაც თარიღის დაწესება? არა, და არც არის დაწესებული თარიღი, რა თქმა უნდა. მომისმენია რომ 4 ოქტომბერს გექნებათ მასშტაბური შეკრება. არ ვიცი ვისგან მოგისმენიათ, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, სადაც საზოგადოების კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაიზარდოს წნეხი რეჟიმზე. ყოველთვის ვამბობ, ეს წნეხი უნდა იყოს ქვეყნის გარეთ, აი რასაც ახლა ვაკეთებთ ამ წუთებში, მაგალითად, როდესაც შევხვდით პარლამენტის წევრ მარკ რიჩარდს, რომელიც არის საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და ასევე ეუთო საპარლამენტო ასამბლეაში მრავალი წლის განმავლობაში იყო ვიცე-პრეზიდენტი, როდესაც მათ შორის შევხვდით მაგალითად ლორდ ფოქს ან ლორდ ტუიქს, რომლებიც ძალიან გავლენიანი წარმომადგენლები არიან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის უმაღლესი პალატის, ლორდთა პალატის წევრები არიან, ან ემხრობიან თქვენს პოზიციას არჩევნებზე. როდესაც მაგალითად შევხვდით სტივენ გეტინს, რომელიც კიდევ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია, ანუ ყველა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდებით გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში და მინდა გითხრათ, რომ მათ ძალიან კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია რეჟიმის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება. აი, ამას ვაკეთებთ ჩვენ ამ წუთებში, რომ ეს საგარეო წნეხი კიდევ უფრო რეალური და ხელშესახები გახდეს, მათ შორის ივანიშვილის და მისი რეჟიმის წევრების დასანქცირებით იმისთვის, რომ მათ ფინანსები ხალხის დასარბევი, ხალხის დასაჭერი და ზოგადად ამ სისტემის შესანარჩუნებელი, აი მანკიერი ძალადობრივი სისტემის შესანარჩუნებელი ფული გამოეცალოთ. მარტივად რომ ვთქვათ, თუნდაც რუსო ეს წნეხი და ზეწოლა, რასაც ხედავთ სხვადასხვა ბიზნესმენებზე, იგივე ბოლო დროს ერთ-ერთი ბიზნესმენის დაკავების ფაქტი, სინამდვილეში რას უკავშირდება? იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო ფინანსური წყაროები რომ ეკეტება, მას უწევს რეკეტის გაძლიერება ადგილობრივ ბიზნესმენებზე, იმისთვის რომ ეს თავისი მანკიერი ძალადობრივი სისტემა რაღაც ფულით მართოს, ხო? ეხლა ლონდონიდან გადაეკეტება, ვაშინგტონიდან გადაეკეტება და პარიზიდან გადაეკეტება. რუსო ძალიან გაუჭირდება ამ მანკიერი სისტემის შენარჩუნება, იმიტომ რომ თქვენ როგორ გონიათ ახლა თქვენი აზრით ეს მას უკან დაახევინებს თუ კიდევ უფრო ბრუტალურს გახდის? და უკაცრავად ამ ადამიანებს, ვინც ასე ბრუტალურად მოქმედებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ, თქვენ გონიათ რომ რაღაცა იდეოლოგიური საწყისებია? ხო, სუხთის ბიძინა ივანიშვილი ძალიან მარტივია, ხო? ამიტომ საგარეო წნეხი და სანქციების ეფექტს და ამ ბერკეტს ნიველირებას ნამდვილად გავუკეთებთ. უმნიშვნელოვანესი როლი შეუძლია ამაში. ეს იცის თავად თინა, არსებულ ვითარებაში დრო არ გვაქვს და ერთი კითხვა მინდა. აი, ადგილობრივ პროტესტზე მაქვს კითხვა. ჩვენ ვხედავთ რა ვითარებაში არის მიმდინარეობს ახლა ეს წინააღმდეგობრივი პროცესი. ბოლო კითხვა, თუ კი გეჩქარებათ, ერთ კითხვაზე მიპასუხეთ და გაგათავისუფლებთ. არსებული პროტესტის მასშტაბი დღეს მკვეთრად არის შემცირებული, თუნდაც იმ კანონების თუ სხვა რეპრესიული აპარატის გამოყენების შემდეგ. ეს ცალსახა არის. რამდენად რეალისტური ხედვა გაქვთ თუ შეფასება, რომ ბოიკოტის შემთხვევაში ეს პროტესტი გახდება მასშტაბური? რატომ არ არის დღეს ის მასშტაბური? თუ გაქვთ ამაზე ამოხსნა, რომ რაღაცნაირად დავინახოთ, რომ თუ კი 4 ოქტომბერს არჩევნებში არ მიიღებთ მონაწილეობას, ბოიკოტი, უბრალოდ პროტესტი იქნება მასშტაბური. რა გვაძლევს ამის გარანტიას? საერთოდ ეს სიტყვა ბოიკოტი, მე ვფიქრობ, რომ არ მონაწილეობა, კი ბატონო, როგორც მე მგონი გასაგებია შინაარსი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსო, ნახეთ, არანაირი თარიღის ჩამოკიდება
რევოლუციის წინსწრება დაანონსება, ვინ აანონსებს რევოლუციას, ხო, საქართველოს გამოცდილებითაც ვიცით და საერთაშორისო გამოცდილებითაც ვიცით, რომ რევოლუციის თარიღები არ იყიდება და არ ანონსდება. ეს არც მიშა სააკაშვილს გაუკეთებია 2003 წელს და არც ნებისმიერ სხვას, რომელმაც მოიტანა გარდამტეხი ცვლილებები თავიანთი ქვეყნებისთვის. ხო, მაგრამ შვიდობიანი დამხობა მოგვისმენია თქვენი პარტიის ლიდერების ასევე ლექსიკაში. კონსოლიდაცია, საზოგადოებრივ იმგვარი კონსოლიდაცია, რომ გარდაუვალი ხდება რეჟიმის ცვლილება. რას იწევს? რა რით შეგვიძლია მოვახდინოთ ეს საზოგადოებრივი კონსოლიდაცია? არა თანამშრომლობით, არა გარიგებით, არა ერთი და ორი საკრებულოს წევრის ხელფასისთვის ბრძოლით, არა რეჟიმისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მინიჭებით, არამედ პრინციპულობით, სიცხადით, სიმტკიცით და ერთიანობით და აქტიურობით. რა თქმა უნდა, ჩვენ გეგმავთ ისევე როგორც დანარჩენ 7 პარტიასთან ერთად, რომელთან ერთადაც გავაკეთეთ ეს განაცხადი რუსულ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, საერთოდ არ უნდა შედგეს ეს რუსული სპეცოპერაცია და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ ყველამ ერთად. ამ პარტიებთან ერთადაც ვაპირებთ გარკვეულ ღონისძიებებს, იქნება ეს რუსთაველზე თუ იქნება ეს ბათუმში თუ იქნება ეს ზუგდიდში თუ კახეთში თუ სხვაგან. მაგრამ ასევე რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა, როგორც მთავარი გამწევი ძალა ამ დემოკრატიულ პოლიტიკურ ველზე ჩვენ რა თქმა უნდა პარტიულადაც გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის რომ თითოეულ რეგიონში ჩავიდეთ, თითოეულ რაიონში ჩავიდეთ, თითოეულ ქალაქში და სოფელში ჩავიდეთ იმისთვის რომ მოვახდინოთ ჩვენი წევრების და მომხრეების კონსოლიდაცია მადლობა თინა რომ ეს სპეცოპერაცია არ შედგეს. მადლობა თინა ბოგუჩავას ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იყო ჩვენ